პლასმასის ჭარბი მოხმარება საქართველოში სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემად რჩება. ყოველწლიურად 600 მილიონზე მეტი ერთჯერადი ჭიქა, კონტეინერი და სხვა პლასმასის ნივთი გამოიყენება. პრობლემის შესამცირებლად გარემოს დაცვის სამინისტრო ერთჯერადი პლასტიკის წარმოებისა და იმპორტის ეტაპობრივ შეზღუდვას გეგმავს. საკითხზე სამინისტროში ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვაზე. როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა გარემოს დაცვასა და ბიზნესის ინტერესებში შორის თემაზე ვრცლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ყოველ ჯერზე, როდესაც ამ თემას ვეხებით, ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ. თემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეხება, იმის მიუხედავად, ახლა ამ მომენტისთვის ვაცნობიერებთ თუ არა, რამდენად რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველანი ჩვენ, როდესაც აი ამ ნივთებს და ამ პროდუქტებს მოვიხმართ. თავდაპირველად მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ცხადად გასაგები რომ იყოს, რაზეა საუბარი და რა ტიპის რისკებზეა საუბარი. თქვენ ჩაატარეთ მოკვლევა, რომელმაც გარკვეულწილად გამოკვეთა ის მძიმე სურათი, რომელიც გვაქვს. ამიტომ ამ მოკვლევის შესახებაც რომ მეტნაკლებად კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია და მე უკვე ვისაუბროთ იმ შესაძლო შეთანხმებებზე, რომელიც ბიზნესთან ერთად შეიძლება დადგეს. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისათვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც თქვენ ბრძანეთ, პლასტიკის გამოყენების რეგულირება და აკრძალვა, რომელზეც გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ეს ბოლო პერიოდი და ჩვენ მქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, მოქალაქეებისთვის, რომ უფრო ცხადი და ნათელი გახდეს, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. აქ ჩვენ ალბათ არც ფიქრობთ ყოველდღიურად იმდენ და ისეთი მასშტაბის პლასტიკის პროდუქციას მოვიხმართ. აქ ძირითადად საუბარი არის ისეთ, ასე ვთქვათ, პროდუქტებზე და ისეთ პროდუქციაზე, როგორიც არის მაგალითად ერთჯერადი გამოყენების ჭიქები, თეფშები, კოვზები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელსაც აი ყოველდღიურად ანგარიშმიუცემლად ხშირად ვიყენებთ საკვების მირთმევასთან ერთად და უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რაზეც არაერთი საერთაშორისო კვლევა არსებობს, განსაკუთრებით, როდესაც ეგრეთ წოდებულ შეცხელებულ საკვებთან ერთად ვიყენებთ ჩვენ პლასტიკის პროდუქციას, ეს კიდევ უფრო მეტად მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ბუნებრივია, მას ახლავს სურსათის უნებლობიდან გამომდინარე თავისი თანმდევი რისკები, რომ არაფერი ვთქვათ გარემოს დაბინძურების რისკებზე გამომდინარე, ასე ვთქვათ, ჭარბი პლასტიკის მოხმარებიდან. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ დავინახეთ იმ კვლევის შედეგები, რომელიც ერთის მხრივ მსოფლიო ბანკმა ჩაატარა და მეორეს მხრივ გაეროს გარემოს დაცვის პროგრამმა დაგვეხმარა, რომ ქვეყანაში ეს საკითხები კარგად მოგვეკლია, დავინახეთ, რომ ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად პლასტიკის პროდუქციის მოხმარების მასშტაბები არის საკმაოდ მაღალი და აი რომ წარმოვიდგინოთ, წლიურად დაახლოებით ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის დაახლოებით 5000 ტონას მოვიხმართ. რაც ციფრებში არის ძალიან მაღალი და საბოლოო ჯამში ეს ერთის მხრივ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, სურსათის უნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს და ასევე თავის მხრივ არის გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორი და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რომ შევზღუდოთ და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ავაკრძალოთ ისეთი ყოველდღიური გამოყენების პლასტიკის პროდუქცია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მარტივად და უმტკივნეულოდ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ გარემოს კუთხით უფრო ჯანსაღი ალტერნატივებით და რა თქმა უნდა ჩვენი ჩვევაც შევცვალოთ ყოველდღიური იმისთვის რომ ერთის მხრივ ჯანმრთელობა დავიცვათ ჩვენი და თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა მოუფრთხილდეთ იმ საცხოვრებელ გარემოს სადაც გვიწევს ჩვენ ცხოვრება. აქ არის საუბარი კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტო, ასე ვთქვათ, ყოველდღიური მოხმარების საგნებთან დაკავშირებული რეგულაცია იქნება, რომელიც აიკრძალება, რომელთა იმპორტი, ბაზარზე განთავსება და გამოყენება, ასე ვთქვათ, აიკრძალება 1 იანვრიდან და ის არსებული მარაგები, რაც ბიზნეს დღეს შემოტანილი აქვს და ვიცით ბუნებრივია, რომ არსებობს გარკვეული მარაგები, რომელიც ქვეყანაში შექმნილია, მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება და ათვისება, ასე ვთქვათ, 1 აპრილამდე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აი ყოველდღიური გამოყენების საგნები, ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, ვთქვათ, კოვზები, ეს მოსარევები, რასაც აქტიურად ვიყენებთ საკვების მირთმევის დროს, მათ შორის კონტეინერები, რომლითაც, ასე ვთქვათ, საკვების გადატანა ხდება ჩვენი მხრიდან,
და მათ შორის ერთჯერადი ჭიქები, რომელსაც თქვა სხვადასხვა ტიპის სასმელის დასალევად ვიყენებთ, აი ასეთი საბაზისო პროდუქტების გამოყენება იქნება აკრძალული და ჩანაცვლდება ქაღალდის, მინის, ხის და იგივე შაქრის ლერწმისგან დამზადებული ალტერნატიული ჯანსაღი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლებ მავნებელი პროდუქციით. იმდენად ფართო მოხმარების პროდუქცია ხა საუბარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვიყენებთ ყოველდღიურად, როდესაც მივირთმევთ ყავას, ან როდესაც რაღაც საკვებს ყიდულობთ ამა თუ იმ ადგილას, განსაკუთრებით მისი აქტიური მომხმარებლები არიან ჰიპერმარკეტები, მარკეტები. რეალურად რამდენად როგორი იყო ბიზნეს პოზიცია, როდესაც შეხვდით? რეგულაცია რომ ყოველჯერზე ახალი რეგულაციის შემოღება ხა ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია, ეს თავისთავად გასაგებია. თუმცა როგორ მოახერხეთ მათი დარწმუნება, რომ ეხლა ეს ამის გაკეთება არის აუცილებელი, გარდა იმისა, რომ ამას ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მინდა რომ მადლობა გადაუხატო იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომელთანაც ჩვენ გვქონდა შეხვედრები ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური შეხვედრები, მათი კონსტრუქციული დამოკიდებულებისათვის და იმ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისათვის, რაც გამოჩნდა ამ შეხვედრების ფარგლებში, იმიტომ რომ ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის მარტივი არ არის ახალ სტანდარტებზე გადაწყობა და არ არის მარტივი ახალ რეალობასთან ადაპტირება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ გარკვეული საქმიანობები წინსწრებით ჰქონდათ დაგეგმილი და გარკვეული შეკვეთებიც ასევე არსებობდა, იმიტომ რომ აქ ჩვენ საუბრობთ როგორც სუპერმარკეტების ქსელებზე, ასევე იმპორტიორ კომპანიებზე, რომლებიც ამ ტიპის პროდუქციის იმპორტს აწარმოებენ, ასევე საუბრობთ ჰორეკა სექტორზე, ასე ვთქვათ, სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე, სადაც აქტიურად გამოიყენება ყველა ეს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მომხმარების საგნები და ნივთები, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ქონდა ძალიან აქტიური დისკუსია და განხილვები ძალიან ჯანსაღ ფორმატში და შევჯერდით, ასე ვთქვათ, იმ ძირეულ საკითხებზე და ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც შეეხება ამ რეგულაციის ამოქმედებას, ასე ვთქვათ, ჩამონათვალზე მათ შორის და ვადები ითხოვა ბიზნესმა არსებული მარაგების გასახარჯად. პირველი იანვრიდან რადგან შემოდის ეს რეგულაცია, ეს დრო საკმარისია, სულ რაღაც ორ თვენახევარზეა ლაპარაკი, რომ ბიზნესმა მოახერხოს გადაწყობა? დიახ, აი იმ როგორც მოგახსენეთ, ძალიან მცირე დრო ხო არ არის ამისთვის? აი იმ საბაზისო ასე ვთქვათ, საგნების ჩამონათვალთან მიმართებით, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ შეთანხმება გვაქვს უკვე ვადებთან მიმართებით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, არსებობენ მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლებიც გარკვეული ტიპის პროდუქციის, რომლებიც დღეს ხისგან ან ქაღალდისგან უკვე აწარმოებენ იმ ყოველდღიურ საგნებს, რასაც ჩვენ ვიყენებთ ძალიან აქტიურად საკვების მირთმევის დროს და შესაბამისად მათ შორის იმპორტიორების მხრიდანაც დაისვა ასე ვთქვათ, საკითხი, რომ არსებული მარაგების ამოწურვისთვის რაღაც გარკვეული პერიოდი მათ მიეცეთ და შესაბამისად ჩვენ ეს გავითვალისწინეთ მაქსიმალურად და რაც შეეხება უკვე ახალ შეკვეთებს, რომლებსაც ისინი უკვე ასე ვთქვათ, ბიზნესი ერთმანეთთან ურთიერთობისას დაგეგმავს, ეს უკვე იქნება ის რეკომენდირებული ჩამონათვალი პროდუქციის, რომელიც ჩვენ ბიზნესს უკვე მივაწოდეთ. როგორ უნდა ჩანაცვლდეს ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის უსაფრთხო პროდუქციით და აქაც რა თქმა უნდა მათ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა და შესაბამისად აი ეს ვადები, რაზეც უნდა საუბარი, ჩაითვალა, რომ იქნება გონივრული იმ ძირითად საკითხებთან მიმართებით, რაზეც შევძელით ჩვენ შეთანხმება. ის ალტერნატივები, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, რამდენად აქტიურად შემოდის ქვეყანაში, თუ ბიზნესმა მთლიანად თავიდან უნდა გადააწყოს თავის საქმიანობა და პირობითად ეს ახალი პროდუქტები შემოიტანოს. იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დეფიციტი არ შეიქმნას ქვეყანაში ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე არ ვსაუბრობ, თუმცა მაინც თვალშისაცემი იქნება ეს დეფიციტი და ეს ავტომატურად მომხმარებლისთვისაც დამატებით ხარჯთან იქნება დაკავშირებული. ეს ერთი ნაწილი და ასევე რამდენად შეიძლება იმის თქმა, რომ რეალურად იმუშავებს ეს ახალი რეგულაცია, იმიტომ რომ თითქოს, როდესაც მე ძალიან კარგად მახსოვს, დეგრადირებული პარკების შემოღებაზე იყო საუბარი, ამ ნაწილზე თითქოს ყველა შეთანხმდა, მაგრამ მე მაინც გვხვდება, დღესაც გვხვდება ასეთი მიუხედავად რომ საჯარიმო სანქციები დააშევდგომ, რეალურად არის. და აი ამ ყველაფრის კონტროლის მექანიზმი რამდენად თავშივე გაქვს ჩადებული, რომ რეგულაცია და არ დაგვრჩეს და მე თქვენ უბრალოდ არ ვილაპარაკო და საქმე რეალურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს ეხება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და თან პროდუქტებს, რომელსაც ყველანი მოვიხმართ.
ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენთვის და მათ შორის ბიზნესთან ურთიერთობის დროს ეს გახლდათ, როგორ მოხდება რეგულაციის აღსრულება, იმიტომ რომ ამან არათანაბარ პირობებში არ უნდა ჩააყენოს ცალკეული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ჩვენ ამას ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ მართან ერთად. სწორედ ამიტომ არის ძალიან მკაფიო ჩამონათვალი პროდუქციისა, პლასტიკის პროდუქციის, რომლის იმპორტიც იქნება ცალსახად აკრძალული, მაგრამ ყველა ეტაპზე იქნება, ასე ვთქვათ, აღსრულების სისტემა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. დაწყებული იმპორტიდან დასრულებული ბაზარზე განთავსებით და ჰიპერმარკეტების ქსელში გამოყენებით თუ ჰორეკა სექტორში გამოყენებით, აქ კონტროლის მექანიზმები იქნება ძალიან მკაფიოდ გაწერილი. ბუნებრივია, საბაჟო სამსახურები თავის მხრივ იმპორტისას უზრუნველყოფენ აღსრულების პროცესის მონიტორინგს. დანარჩენ ნაწილში სრულად გარემოსდაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი. აღსრულების მონიტორინგზე იქნება ეს ბაზარზე განთავსება, სურსათის ეროვნული სააგენტო იქნება ჰიპერმარკეტების ქსელში თუ კვების ობიექტებში რამდენად ხდება, ასე ვთქვათ, ასეთი პროდუქციის გამოყენება და იმისთვის, რომ მაქსიმალურად სრულად მოხდეს, ასე ვთქვათ, შემოწმების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა, რომ ჩვენ არ მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, რომ ვთქვათ, გარკვეულწილად რაღაც ავკრძალოთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მისი მოხმარება მაინც ხდებოდეს, იმიტომ რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენს ჯანმრთელობასთან, სურსათის უნებლობასთან, გვესმის ასევე ისიც, რომ აუცილებელია, რომ ალტერნატივები არსებობდეს ბაზარზე და ამ კუთხით, როგორც მოგახსენეთ, ადგილობრივი მწარმოებლებიც არსებობენ და მთელი რიგი იგივე ჰიპერმარკეტების ქსელის იქნება ეს თუ მსხვილი მომარაგების ობიექტები, კვების ობიექტები დღეს ასეთი ტიპის პროდუქციას უკვე იყენებენ. მაგალითად, ხის კოვზები ან ქაღალდის ჭიქები ცალკეულ დიდ ქსელურ მარკეტებში უკვე გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ იყენებენ, არის ძალიან მცირედი გამოყენება. მაინც გამოყენება, რა თქმა უნდა, პლასტიკთან შედარებით არის მცირე, ამიტომ არსებობს ჰიპერმარკეტებში, რომელსაც ვყიდულობთ ამათოენ პროდუქციას, ჩვეულებრივად გიდებენ, ანუ ძირითადად გამოყენება ანუ პრაქტიკა არის, რომ გიდებენ სწორედ ამ პლასტიკის ნიჩი და არა დაუშვათ ჩვეულებრივ სხვა ნიჩი. ბუნებრივია ეს ესეა და იმიტომ რომ არ არსებობს კონკრეტული აკრძალვა ამ საკითხთან მიმართებით. აი, როდესაც უკვე რაღაც გარკვეული პროდუქციის გამოყენება აიკრძალება, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით იქნება კონტროლის მექანიზმები ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ის, რასაც ჩვენ მივიღებთ და შევთანხმდებით, ერთობლივად პასუხისმგებლიანი ბიზნესი და სახელმწიფო და აქ მოქალაქეების როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობიერება მათი მხრიდან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ რეგულაციების ეფექტიან აღსრულებაზე და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მართლა ფუნდამენტური ცვლილებები ქვეყნისთვის, იმიტომ რომ აი მსგავსი მასშტაბის ახალი სტანდარტები და რეგულაციები ჩვენ ბოლო წლებში გარემოსდაცვის მიმართულებით ნარჩენების მართვის კუთხით არ მიგვიღია და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, თუმცა აი მისი საფუძველი მაინც არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი სურსათის უნებლობის და ჯანმრთელობის დაცვიდან გამომდინარე მთავარი საკითხი და რა თქმა უნდა გარემოს დაბინძურების პრევენცია, იმიტომ რომ ის პლასტიკი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, საბოლოოდ გარემოში ხვდება, ის გარემო ისევ ჩვენი საცხოვრებელი გარემოა და სამწუხაროდ მე შეიძლება ეს ყოფილების ჯაჭვიც მოხდეს ისევ უკან. ნაპირზე კვლევის შედეგად მიღებული შედეგი, როდესაც პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ მთელი სანაპირო არის დაბინძურებული სწორედ ამ პლასტიკით. ძალიან მძიმე მოსასმენი, მძიმე აღსაქმელი, იმიტომ რომ ეს არის გარემო, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ, ხო? ამიტომ მართლა გულსფელად გეუბნებით, რომ წარმატებებს გისურვებთ. ამ საქმეში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის კონტროლის მექანიზმი, გარდა იმისა, რომ ბიზნესი არ უნდა აღმოჩნდეს დაუშვათ ალტერნატივის გარეშე და ბიზნესს უნდა ჰქონდეს დრო იმისთვის, რომ ეს ალტერნატივა მაქსიმალურად დროულად შემოიტანოს ქვეყანაში. წარმატებები და სიამოვნებით უკვე შედეგებიდან გამომდინარე და საბოლოო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ბიზნეს პარტნიორი ამ თემას აუცილებლად მიუბრუნდება. ნინა თანდილაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.